ეთერშია საავტორო რუბრიკა სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარი. მე გახლავართ კლაშა კოტორაშვილი. ვიდრე გადაცემის სტუმართან სასაუბროდ გადავალთ, გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემის მიზანია კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ ადამიანების საინტერესო ისტორიებით, გამოცდილებით, მიღწევებით. რუბრიკის ფარგლებში რეგულარულად ჩავწერთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, კულტურის, სპორტის, განათლების, ბიზნესის, ხელოვნების თუ საზოგადოების აქტიურ საპატიო გამორჩეულ წევრებს. ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ პროფესიულ და პირად გამოცდილებას. გადაცემში გაიჟღებს ბევრი საინტერესო თემა, ემოციური ისტორიები, გულწრფელი საუბრები. სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარი არ იქნება მხოლოდ რუბრიკა და ინტერვიუ, ეს იქნება დიალოგი ადამიანებს შორის, ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის, გამოცდილებასა და მომავლის იმედებს შორის. მადლობა ჩვენი გადაცემის მასპინძელს ღია კაფე კარამელოს, რომელიც მომავლის პარკში მდებარეობს. სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარია ზურა ჯიბლაძე, წარმატებული ფოტოგრაფი და სამტრედიელი, რომელსაც მრავალმხრივი ნიჭის, მისეული ხედვისა და შრომის მოყვარეობის დამსახურებით პროფესიულ წარმატებას მიაღწია და საკუთარი გამორჩეული ადგილით დაიმკვიდრა. ზურა ბავშვობიდან ეძებდა თვითგამოხატვის გზებს, ფოტოგრაფია კი მისთვის ხელოვნებისა და ემოციის გადმოცემის განსაკუთრებულ შესაძლებლად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ფოტოგრაფია მხოლოდ გატაცება იყო, დღეს ეს საქმიანობა მისთვის ცხოვრების მთავარი ნაწილია. ის არა მხოლოდ პროფესიონალია, არამედ ადამიანი, რომელიც მუდმივად ვითარდება, ქმნის საოცარ კადრებს, ისტორიას და ტოვებს დიდებულ ავტოგრაფს. დღეს ზურა ჯიბლაძე საკუთარ გამოცდილებას, ემოციებსა და გეგმებს გაგვიზიარებს. მოგესალმებით ზურა, პირველ რიგში მადლობა დროის დათმობისთვის. დავიწყოთ. პირველ რიგში გაიხსენე შენი პირველი შეხება ფოტოგრაფიასთან. აი როგორი იყო ის მომენტი, რა განცდები და ემოცია გაჰყვა შენს პირველ კამერას? მოგვიყვები იმ წამების შესახებ, როცა პირველად იგრძენი, რომ ფოტოგრაფია შეიძლება შენი ცხოვრების გზად ქცეულიყო. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება პირველ შეხებას, ბავშვობიდან თითქოს, იმიტომ რომ მამაც ძველი მოყვარული ფოტოგრაფი იყო ახალგაზრდობაში და სულ მქონდა ტექნიკურად შეხება, მაგრამ როგორც ასეთი, მეგობრების წრეში მხოლოდ. პირველ კამერას რაც შეეხება, დაახლოებით ალბათ 14 წლის უკან ძალიან დიდი ემოცია იყო, როცა არ დავმალავდა განვადებით საკმაოდ დიდი ფასი ხიბდა მაშინ და პირველი შეხება იყო და დაახლოებით ალბათ საოცარი ბრძნობა იყო, როცა რეში გიჭირავს ის ტექნიკა, რომელიც შენთვის ასახავს იმ კადრებს, რაც შემდეგ ემოციურად ხდება წლების განმავლობაში და კარგი იყო ნამდვილად პირველი შეხება, რომელიც ესე ემოციებით დარჩა ჩემში და შემდეგ გაგრძელდა. როგორია შენი ყოველდღიური რუტინა ფოტოგრაფიის პროფესიულ საქმიანობაში? საკმაოდ რთული, საკმაოდ დატვირთული. არა მარტო მუშაობის პროცესამდეც, ანუ სანამ სამუშაო წახვალ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იყოს წყობში. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ და ყველაფერს ვამოწმობ, რომ რაიმე არ დამჭეს, რაიმე არ იყოს შეფერხება. შემდეგ უკვე მუშაობის გადაღების, კონკრეტულად გადაღების შემდეგ უკვე დამუშავების პროცესი, რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ემოციურადაც, მაგრამ როცა უყურებ იმ კადრებს, რომელიც სავსეა სიყვარულით, ბედნიერებით, წყვილების, ადამიანების, ეს ყველაფერი ხსნის იმ სტრესს. მაქსიმალურად დიდი დრო მეაქვს ყველაფერს. რო გაგვიზიარო შენი ფიქრი, ემოცია და განცდები, როცა გადაღების შრომატევად, მაგრამ საინტერესო პროცესი იწყებ. აი რას აქცევ ყურადღებას, რა არის შენთვის კარგი კადრის შექმნის მთავარი კრიტერიუმი? ხო, საკმაოდ შრომატევადია ფიქრიც იმ კუთხით, რომ აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული ყველაფერი წინასწარ, გეგმავთ, ანუ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ წყვილს აუხსნა, აუზიაროს ჩემი 10-12 წლის გამოცდილება, რომ სად როგორ ჯობია, როგორ უფრო ლამაზი გამოვა, აი რომელ სამოს რა სტილი უხდება თქვა გადაღების კუთხით. შემდეგ ამას ითვალისწინებენ უმრავლესობა და როცა უკვე ამ ყველაფერთან მიხვალავდე გადაღების პროცესში, აი თუ ემოცია არ არის წყვილიდან ბუნებრივი, ძალიან ცუდია მე, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ დადგამ იმ ემოციას, როგორც უნდა იყოს ქალის და მამაკაცის შორის, როცა ცოლად მოყავს არ მიხვდება, ხო? მაგრამ წინასწარ მაინც ყველაფერს ვაკეთებ იმის, რომ ემოცია შევქმნათ, ხალისიანად დღე დავიწყოთ ისე პოზიტიურად, რომ ეს პოზიტივი მე აბსოლუტურად ყველა ადამიანს გადაედება და ის ქმნის მენებს მთელ სიყვარულს, ბედნიერებას. შედარებით რთული კითხვას თავსამონო ესეთი ასოციაცია ყოველ შემთხვევაში რთული კითხვა.
აი მრავალრიცხოვანი ფოტოშედევრებიდან, რომელიც გაქვს 3 წლის მანძილზე, რომელს გამოარჩევთ. აი მოგვიყევი იმ კონკრეტულ ფოტოზე, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულ ემოციურ ან პროფესიულ მნიშვნელობას ატარებს. საკმაოდ რთული კითხვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფოტოა ესეთი. ზოგადად ეს მიმართულება, რომელიც ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში არის, ანუ ვედინგ ფოტოგრაფია, ქორწილის ფოტოგრაფია, არის სხვა დამატებითი კუთხეები, რომელიც თქვა ფოტოგრაფიის განხრით, რომელიც ძალიან მომწონს და მიყვარს. უბრალოდ ხშირად რო არ მაქვს, ამიტომ ვერ ვახერხებ გადაღებას. წყვილების ფოტოებიდან ვერ ამოვარჩევ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრია. მიყვარს ყველა ის ფოტო და ჩემთვის ძვირფასია, სადაც აბსოლუტურად არ მჭირდება იმის თქმა, რომ ერთმანეთს გაუღიმეთ, მოეფერეთ, შეხვდეთ, სადაც ბედნიერებაა, სადაც სიყვარულია და აი თვითონ ყველა კადრში აბსოლუტურად ეთხოვა კადრს და აი შესამჩნევია, აი როგორ ბედნიერი თვალებით უყურებს წყვილი ერთმანეთს და თუნდაც გარშემოყოფი მეგობრები და სტუმრები მათი და თითქმის უმრავლესობა ბევრი კარგი კადრია, მაგრამ არის ცალკე არაქორწილის კადრი, რომელიც ეხლაც ქავერის ფოტოთ მიდევს. დილის 6 საათზე მივდიოდი თბილისში, დაჟე უფრო ალბათ ადრე და საგამტარზე დავინახე ერთ-ერთი ესეთი ამონათება იყო მზის, ცოტა სიბნელე, ცოტა ნათელიც და ერთი ხე დგას, ეხლაც დგას ის ხე, ძალიან მარტოსულად და საკმაოდ ისეთი გამოვიდა სპონტანურად გადაღებული კადრი, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ემოციური კადრია, ბევრი რამე შეიძლება დაინახო იმ ერთ ხეში. მაგრამ არის კიდევ ბევრი სხვა კადრები, რომელიც აი რო დაინახავ ემოციას, აი ავტომატურად მოაქვს რა, ეს ბედნიერება და ყველა წამი გახსენდება. საკმაოდ ბევრია. ძალიან კარგი. ალბათ გადაღებების პროცესში არაერთ კურიოზული შემთხვევა გქონია. შეგიძლია გაგვიზიარო რომელიმე მათგანი, ანუ ისეთი ისტორია, რომელიც შენს ხილით გახსენდება და მაყურებელსაც გაახარისებს. რაც შეეხება კურიოზებს, რა თქმა უნდა, ბევრია კურიოზები და ძალიან რთულია რომ გამოყო ესე რომელიმე კონკრეტულად, მაგრამ ხანდახან ისეთი პატარა ნიუანსებია, რომელიც აი ძალიან ემოციურ კურიოზს, ემოციურად ქმნის ამ ფონს, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევა, რომ აი თქვა, იმენად ემოციურად არის ხოლმე ყოფილა სიძერო, დედოფლის წამოყვანა დავიწყებია სალონიდან. ხო, და მსგავსი აი სახალისო და ბევრი კარგი შემთხვევებია, ნუ მართლა დამეთანხმება ალბათ ჩემი კოლეგები, რომ ძალიან რთულია ამდენი წლის მუშაობის შემდეგ გამოვარჩიო რომელიმე განსაკუთრებულად. მაგრამ ეს ემოციურად ალბათ ხშირად ემართებათ ხოლმე რაღაც ადრე ნიუანსები და სასიამოვნო ეგეც. და გადავიდეთ ახლა ადამიანისთვის მნიშვნელოვან ცხოვრების ნაწილზე, ვიამბე შენს ოჯახზე, იმ ოჯახურ გარემოზე, სადაც გაიზარდე, ცხოვრობ და რომელიც შენი წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობის გარანტორია. დავიბადე სამტრედიაში 1986 წლის 16 მარტს გავიზარდე. რობაქიძის სასართ ნომერში მელაურის ვეძახით მელაურისკენ და მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ და მადლობა უფალს მინდა გადავხადო, რომ იმ ოჯახის შვილი ვარ, რასაც ჩემი მშობლები ქვია, ბატონი კონსტანტინე ჯივლაძე, ქალბატონი ქეთევან ქუთათელაძე. საკმაოდ ისეთ პერიოდი გამოვიარე, აი 90-იანებს რო ვამბობთ ხოლმე, ვისაც ხონია შეხება ალბათ ეცოდნენ და ძალიან ბევრი საჭიროებაც იყო და მეთანხმება ჩემი მეგობრებიც, მაგრამ იყო ბევრი სიყვარული, ბევრი ურთიერთობა, ბევრი მეგობრობა და მადლიერი ვარ დღესაც იმის, რომ აი სამტრედიელი ვარ, ყოველთვის ვამაყობ, ძალიან ხშირად ვკითხავ თბილისში როცა ცხოვრობდი, რა უბნელი ხარ და მელაურელი და ვფიქრობ, რომ სად არის თბილისში ეგუბარი, მეთქი არ არის თბილისში სამტრედიაში, ვთქვა, იმიტომ რომ მე ვარ სამტრედიელი, შეიძლება ვცხოვრობდი თქვა ნებისმიერ სხვა ქალაქში რაღაც პერიოდი, ხო? და მინდა რომ ეს ბედნიერება ყველა ოჯახმა, ყველა ბავშვმა, ყველა ადამიანმა გაიზიაროს, როცა ყავს კარგი ოჯახი, ოჯახის წევრები, კარგი მეგობრები, სამეგობრო წრე და ცხოვრობ იმ ქალაქში, სადაც ყოველთვის სიყვარული დგელია, რომელიც მომისა და მეგობრობის ქალაქია, რა თქმა უნდა. როგორც ცნობილია, ფოტოგრაფიამდე ცეკვა იყო შენი ცხოვრების კრედო. შენი აზრით, რომელ სფეროში გრძნობდი, ან გრძნობ უფრო დიდ კომფორტ სცენაზე, უცეკვავის ამპლუაში თუ კამერასთან ფოტოგრაფიის რანგში? დიახ, ნუ რამდენადაც გასაკვირია რომ დაიყოს ამჟამინდელი ვიზუალურობის გამომდინარე, 12 წელი ჩავდივდი, იყო ესეთი გენია ადამიანი სამტრედიაში, ნოდარ სამთარაძე, პეტრხოვინას ეძახდნენ, რომელთანაც ავიდგი ფეხი და ძალიან ბევრი ლამაზი წელი გავატარე.
შემდეგ მომიწია მისი გარდაცვალების მერე იყო რამოდენიმე ადამიანი მე სოსო შენგელიასთან ვწევდით ანსამბლში თან პარალელურად ვასწავლიდით ბავშვებს და ძალიან მიხარია დღეს ჩემი ყოფილი მოსწავლეები რომ ხვდებიან სოქს ვერ ვცნობ იმდენად გაზრდილები არიან მაგრამ როცა გამახსენებენ ძალიან სასიამოვნო მომენტია რაც შეეხება სად ვცნობდი უფრო კარგად თავს ან ვცნობ დღესაც რომ მქონდეს იმის საშუალება რომ აი ძველ პერიოდში დავბრუნდე ალბათ შევითავსებდი ფოტოგრაფიას მაგრამ უფრო მთელ ემოციას და დროს დავუთმობდი ალბათ ქართულ ცეკვას რომელიც ყოველთვის იქნება ჩემს ცხოვრებაში და აი იქედან იმ ადამიანმა ნოდარ ზამთარაძემ გვასწავლა ჩვენ აი ჩემ დიდ სამეგობროს აი ვინც ანსამბლ ფერხიში ვწევდით რაც ქვია მეგობრობა აი ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის რომ ჩვენ ეს ყველაფერი მიგვეტანა გულამდე გონებამდე და მადლობელი ვარ ყველაფერთვის და მაინც ხომ არ გინანია გადაწყვეტილება არა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ მინანია იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება ცხოვრება ისეთი არის რომ წინასწარ ვერ დაგეგმავ და ალბათ ესე იყო საჭირო მაგრამ ის ცეკვა ყოველთვის დარჩება ჩემს რა ვიცი მოსაზრებაში გონებაში გულში და ყოველთვის ექნება ის ემოცია რაც ნებისმიერ ასე რა საკითხიც არ უნდა ვიყო ქართული მელოდიის და ქართული ცეკვის დანახვაზე გაგონებაზე ეს არის მთელი ემოცია აი ამასობაში ახლა ჩვენს დიალოგში ერთი ასეთი კითხვა გამიბადა რაღაც განსხვავებული და მით უმეტეს რომ ორივე სფეროსთან ესეთი განსაკუთრებული დამოკიდებულებებით ხარ აი როგორც ფოტოგრაფია და აქეთ ცეკვა რა კავშირი აქვს ერთმანეთთან ან როგორ შეიძლება მათი მსგავსება მოინახოს ხო არის მათ შორის კავშირი იმიტომ რომ ხელოვნების სფეროა ორივე ძალიან დიდი აი ამ ნაცეკვს ნაშრომს ნაქარგს ჭირდება შენახვა კადრად და ჩვენ გვაქვს ის არქივი და ყავდა ის საოცარი ადამიანები ბატონი ილიკო სუხშვილიდან რო დავიწყო და ნინო რამიშვილიდან და ის ალბათ ის ძველი ვინც იყო ჟამთამწერლები ესე რომ ვთქვათ ფოტოგრაფები რომ ინახავდნენ იმ საოცარ კადრებს რომლებითაც დღეს უკვე ხელმძღვანელობს სხვადასხვა ანსამბლები რო არ შეენახათ ის ფოტოები ვიდეოები ის ძველი მასალა ალბათ აიკარგებოდა სამწუხაროდ და მე ვფიქრობ რომ ეს კავშირი არის რომ აი სილამაზე გადმოიტანო ფოტოზე ან შესაბამისად ვიდეო კადრზე და შეინახო და ყოველთვის გქონდეს იმის ნახვის დროს ემოცია რომ ეს არის ბედნიერება ნამდვილად საინტერესო და დასაბუთებული კავშირი ეს ვისაუბროთ ჩვენს მიღწევებზე წარმატება და აღიარება გაძლევს განსაკუთრებით დიდ მოტივაციას რას მიღწევებს მიიჩნევს შენს კარიერაში გარდამტეხად ხო, რაც შეეხება მიღწევებს, თავიდან როცა დავიწყე, არ იყო ეგ მიდგომა მიმართულება, რომ რაღაცა სასწავლებელი ან სკოლა ამ მიმართულებით გავიარა. მე გავიარე გოლში რაღაც კურსები, საუკეთესო ფოტოგრაფია არის ბესარიონ ჩახვაძე. ჩემი მეგობრების სამტრედელი, ჩემი კოლეგის, ჩემი მაკაცის ბატონი ცერცვაძე იყო ამ საქმეში ჩართული, როცა თავიდან დამწყები ვიყავი და ბევრი რამე არ ვიცოდი. და რა თქმა უნდა ყველა მიღწევა რაღაც კუთხით გაძლევს სტიმულს შემდეგში რომ უფრო მეტი და მეტი გააკეთო. მიღწევები როგორც ასეთი იყო გასვლითი პროგრამები იყო რაღაც კონკურსები ბოლოს იყო უბრალოდ ერთ-ერთი მოგზაურობის დროს გადაღებული ავსტრიაში ფოტო რომელიც ავსტრიის საერთაშორისო გაიმარჯვა და მიღწეულიც ვიყავით თბილისში. და კარგია რა თქმა უნდა ეს სტიმულს გაძლევს. თუნდაც ის რომ არიან ადამიანები რომლებიც ძალიან ემოციურად ვერ გამოთქვამენ იმ მადლობას ან თქვათ მოწონებას არის ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც აი საკმაოდ ემოციურად გადმოგცემს ამას და აი თუნდაც ერთ SMS მოგწევს რომ აი მადლობა და ბედნიერი ვარ რომ აი ეს კადრები დამრჩება მე და ჩემ ოჯახს და ჩემ მეუღლეს ეს გაძლევს ყოველთვის სტიმულს რომ უფრო მეტი შექმნა უფრო ბევრი გააკეთო თუნდაც არა მარტო ქორწილის ელემენტარულად ადამიანის სადღაც ქუჩაში შემთხვევით გადაგიღიან ნებისმიერ ღონისძიებაზე და არ იცის და ისე მიაწოდე ფოტოს და ბედნიერია და ეს სტიმულია რა თქმა უნდა სტიმულის გარეშე ალბათ ვერავინ ვერ იმუშავებს ვერც ერთ სფეროში ნამდვილად წერან გარკვეულწილად კი შეეხე ამ საკითხს და ნათლად გამოჩნდა შენი სულისკვეთება ამ საკითხის მიმართ თუმცა მაინც უფრო დეტალურად რო ვუთხრათ რას ნიშნავს შენთვის მშობლიური სამტრედია რა როლი აქვს ქალაქს შენ შთაგონებასა და პიროვნულ ჩამოყალიბებაში ხო შენთვის და ალბათ არ ვიქნები გამონაკლისი ყველა სამტრედიელისთვის ალბათ
ეს არის ძვირფასი, ამაღელვებელი, ემოციური, მშობლიური. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წლები ჭირდება კიდევ ჩვენს ქალაქს და ზოგადად ქვეყანას, რომ რაღაცა კიდევ მეტი განვითარდეს, მეტი იყოს. მე დღეს მიხარია ეს, რაც კეთდება ჩვენ ქალაქში და ბედნიერი ვარ იმით. ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ალბათ ქუთაისს რო გამოვცდები, რომ მოვდივარ ნებისმიერ თქვა თუნდაც აჭარიდან მოვდივარ თქვა სხვანაირად ვთქვა ალბათ მე ესე მგონია და ალბათ ყველა ესეა ვინც მონატრებულია მის ქალაქს ან ცოტა ხნით მაინც გავა ჩემ ქალაქმა ძალიან ბევრი შექმნა იმისთვის ბედნიერება ადამიანისთვის როცა ქუჩაში ადამიანი გესალმება თან ძალიან ბევრი ან შენ ესალმები ეს ძალიან ბევრი ქვეყანაში მიცხოვრია თქვა ქალაქში უფრო სწორად ქვეყანაში მცხოვრები ვარ მაგრამ ეს ემოცია რაც სამტრედიაში არის თუნდაც ელემენტარული მოკითხვა მისალმება ერთმანეთს შორის გვერდით დგომა არ ვიცი ეს არის ყველაფერი და მე მადლობელი ვარ კიდევ ერთხელ იმის დაუფლის რომ სამტრედიელი ვარ და მიყვარს ჩემი პატარა ქალაქი ჩემი პოხტა სამტრედია და უნდა უსურო ყველაფერი კარგი ჩემი ქალაქი და ჩემი თანაქალაქლებს რა თქმა უნდა რას უსურვებდით დამწყებ ფოტოგრაფებს დამწყებ ფოტოგრაფებს ყველას ვეთხოვდი პირველში იმას რომ შრომის აი მუხლ ჩაუხრელი შრომის გარდა არ გამოვა არასდროს არაფერი უსურვებდი რომ ძალიან ბევრი ეშრომოთ არასდროს არ მიაბაძოთ კონკრეტული კუთხით რაღაცით ვიღაცისთვის რა აი კი შეიძლება ისწავლო აუცილებლად ისწავლო ვიღაცისგან უნდა მოისმინო მაგრამ შენი უნდა კონდეს ყოველთვის ხედვაც გემოვნებაც და თუ ბევრს იმუშავებ საკუთარ თავზე აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას და მე მინდა რომ აი ახალგაზრდებმა იმაზე მეტი შექმნა და მეტი ისწავლონ რაც მე ამ ცოტა შემდეგ ახალგაზრდობის მე ასაკში დავიწყე და შეიძლება იმდენი ვერ ვქნათ ამ ასაკში უკვე და ცოტა მერე მაგრამ ახალგაზრდებს აქვს იმის პერსპექტივა ტექნოლოგიურადაც ანუ სწავლის კუთხითაც რომ უფრო მეტი შექმნა ყველას უსურვებ რომ აი საკუთარ თავთან ბევრი იმუშავონ რომ წარმატებას მიაღწევონ ყოველთვის ცხოვრებაში და ბოლოს როგორია შენი სამომავლო გეგმები რა მიზნები და ახალი პროექტები გაქვს დაგეგმილი რისკენ მიისწრაფი როგორც ფოტოგრაფი როგორც შემოქმედი ადამიანი გეგმებს და მიზნებს რაც შეეხება ესეთი კონკრეტული გადამწყვეტი ამ ეტაპზე არ მიყვარს ზოგადად წინასწარ რაღაცების დაგეგმა გრანდიოზულის მაგრამ არასდროს არ უშინდები არაფერს თუ მოიტანს დრო სიტუაცია მინდა რომ რაღაცა უფრო სიახლე იყოს უფრო მეტი განვითარება იყოს თუნდაც ჩვენ პროფესიის კუთხით და არ ითვლებოდეს მარტო ბუდიშ მოვიხდი ჩემ კოლეგებთან და მესურათეთ და აი თავარია რაღაცა გადაიღონ კაცი ფორტრის სამახსოვრო არ არის ესე და მარტო ფინანსური კუთხით არ გამოისახება ეს არის ემოცია რომელიც თლიან ალბათ შთამომავლობას რჩება და ეს ყველაფერი ნელ-ნელა მინდა რომ უფრო მეტად განვითარდეს არ დაიკარგოს ქართული ტრადიცია რა თქმა უნდა და პატივი მე ძალიან მიყვარს მიუხედავად იმისა რომ როგორც ვიყავი ჩემი მშობლები მუსიკოსები და დიდი სამეგობრო ყავს ხელოვანი ხალხის და ეს არის ჩემთვის ბედნიერება და მიხარია ხოლმე ხშირად მე და ბექა თევზაძე დავსწრებით რაღაც ვსაუბრობ და ისეთ ძველ მუსიკას მოვუსმენთ ისეთ ძველ ფოტოს ნახავთ რომ აი ჟუანტელი გივლის რომ აი ეს როგორ შექმნეს ან როგორ მოიტანეს აქამდე და ალბათ მომავლის გეგმები უფრო პირველ რიგში ჩემი შვილების წარმატება და ჩემი ოჯახის და ჩემი ქალაქის და ჩემი კუთხითაც თუ განვითარდება ხალხიც უფრო მეტს ვისწავლიან ახალგაზრდებიც უფრო მეტმა მინდა ისწავლოს რომ აი მეტმა ჩაერთოს ხელოვნების კუთხით და არ იყოს ეს მხოლოდ რაღაცა ფინანსური წყარო შემოსავლების მადლობა უპირველესად დროის დათმობისთვის და ასეთი საინტერესო დიალოგისთვის წარმატებებს გისურვებ ცხოვრების მანძილზე მადლობა მინდა მოგიხადოთ პირველ რიგში კიდევ ერთხელ ამ ადგილსაც მინდა დიდი მადლობა მოვხადო და თქვენ საოცარ საქმეს აკეთებთ ალბათ დამეთანხმება ყველა სამტრედიელი და არა მარტო სამტრედიელი რომ ცოტა ვაკუუმი იყო ალბათ ინფორმაციის სანამ ეს ჯგუფი არ იქნებოდა და სათითაოდ ყველა თქვენთაგანს კიდევ ერთხელ მადლობას მოგიხდით და ჩემი სულ მხარდაჭერა ყოველთვის გქონდეთ მადლობა მოწვევისთვის მადლობა დიდი შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო თქვენთვის ნაცნობი ფოტოგრაფი შემოქმედი ზურაბ ჯიბლაძე კიდევ ერთხელ მადლობა ღია კაფე კარამელოს მასპინძლობისთვის რომელიც მდებარეობს მომავლის პარკში მომავალ შეხვედრამდე